ჩემთან პატარა ჩიტი მოფრინდა. გარშემო დაფრინავდა და ჭიკჭიკებდა. ის გარდაცვლილი პრეზიდენტის სული იყო და კურთხევა მომცა, რომ ახლა მე ვიყო ქვეყნის მმართველი. მისი სული ვიგრძენი. გჯერათ, რომ ეს შეიძლება ჩვენს ეპოქაში საპრეზიდენტო კანდიდატმა ამორჩეველს უთხრას და შემდეგ არჩევნებში გაიმარჯვოს. რამდენად დაუჯერებლადაც უნდა გეჩვენებოდეთ, ზუსტად ამ სიტყვებით მიმართა ნიკოლას მადურომ 2013 წელს ამორჩეველს. ის ირწმუნებოდა, რომ უგო ჩავესის სული ჩიტის სახით გამოეცხადა და დალოცა. უცნობია, სად იყო ეს ჩიტი მაშინ, როცა მადუროს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალები ნიუ-იორკისკენ მიაქანებდნენ. გამარჯობა. დღეს ვისაუბრებ ნიკოლას მადუროს შესახებ. ვნახავთ, როგორ მოირგო ძალაუფლება, როგორ გაღატაკდნენ ადამიანები მისი მმართველობის დროს მსოფლიოში ყველაზე უფრო მეტი ნავთობის მარაგის მქონე ქვეყანაში. კიდევ ერთხელ დავინახავთ ამ ეპიზოდით, რომ ძალაუფლების მქონე პირებს, დიქტატორებს უბრალოდ სახელები ეცვლებათ, თუმცა მათი მმართველობის მეთოდები ძირითად შემთხვევებში ერთი და იგივეა. სანამ ამერიკელი სამხედროები ღრმა ძილიდან და სიზმრებიდან გამოაფხიზლებდნენ და ნიუ-იორკის ციხეში გადაიყვანდნენ, სულ რაღაც 3 დღით ადრე ნიკოლას მადურო კარაკასის ქუჩებში მანქანით სეირნობდა და ქალაქის ღირსშესანიშნაობებზე მეგობარ ჟურნალისტს ესაუბრებოდა. საუბრობდა ისე, თითქოს ყველაფერი ძალიან კარგად არის. თუმცა ერთ მომენტში მაინც მოუწია იმის აღიარება, რომ ვენესუელასთან ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მობილიზება იყო. ამ დღეს ნიკოლას მადურომ დონალდ ტრამპს ზეთისხილის რტო გაუწოდა. თუ მათ ნავთობი სურთ, ვენესუელა მზადა ამერიკის შეერთებული შტატების ინვესტიციებისთვის. როცა სურთ, სადაც სურთ და როგორც სურთ, თქვა მან. თუმცა ეს ტრამპისთვის არც საკმარისი აღმოჩნდა და თან უკვე ძალიან დაგვიანებული იყო. ნიკოლას მადუროს ისტორია განსხვავებული და თან ძალიან მსგავსია სხვა დიქტატორების ისტორიის. მოდით არ მოვერიდოთ ამ სიტყვის თქმას. ამერიკელების მიერ მადუროს გატაცებამდე რამდენიმე დღით ადრე ნიკოლასი ხვდებოდა ხალხს, ცეკვავდა. საშობაო ნაძვის ხეებს ანთებდა. შვიდობას უმღეროდა. Segundo punto de trabajo. Peace, peace, peace. Hacer todo por la paz. Como decía John Lennon, ¿no? Alfred Nazaret, ¿cómo era la canción de John Lennon? Imagine us people. Mira, son jodedores, vale. თუმცა თავდაჯერებულობის გამოხატვის ეს მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა და ყველა ვნახეთ, რაც მოხდა. მიეცით ხალხს პური და სანახაობა. ძველი რომაელი სატირიკოსის იუვენალის ამ სიტყვებს ბევრი ლიდერი იყენებს პრაქტიკაში და ეს კარგად ვიცით. თუმცა ნიკოლას მადურო ოქტავიანეს ავგუსტუსი არ ყოფილა, რომ ეს სიტყვები იდეალურად მოერგო. მან დაივიწყა, რომ ხალხს პური სჭირდება. და აქცენტი სანახაობაზე გააკეთა. თავიდანვე ვთქვათ, რომ საუბრობთ კაცზე, რომლის ერთადერთი ფორმალური განათლება კუბაში გავლილი 1-წლიანი კურსი იყო. საშუალო სკოლის დამთავრების საკითხიც ეჭქვეშ დგას. ზოგიერთი წყაროს მიხედვით მას საშუალო სკოლა არ დაუმთავრებია. თუმცა ეს ინფორმაცია დაზუსტებული არ არის. ის არ ყოფილა ელიტის წარმომადგენელი. კუბაში 1-წლიანი სწავლის დასრულების შემდეგ კარაკასში დაბრუნდა და ავტობუსის მძღოლად დაიწყო მუშაობა. მალე პროფკავშირების ლიდერი გახდა. 1990-იან წლებში მადუროს შესახებ სადაზვერვო წყაროები ამბობდნენ, რომ ის არის მემარცხენე რადიკალი, რომელსაც კუბის მთავრობასთან მჭიდრო კავშირები აქვს. მადურომ თავი დაანება მძღოლის სამსახურს და შეუერთდა პოლიტიკურ მოძრაობას, რომელიც 1994 წელს უგო ჩავესმა ჩამოაყალიბა. მას შემდეგ, რაც ჩავესი ვენესუელის პრეზიდენტი გახდა, მმართველი პარტიის რიგებში ნიკოლას მადურომ წინ წაიწია
6 წლის განმავლობაში იყო ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრი და რამდენიმე თვე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზეც იმუშავა. ნიკოლას მადურო უგო ჩავესის განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობდა და მაინც რა მოსწონდა ჩავეს სამკაცში. მადურო იყო ადამიანი, რომელსაც არც რაიმე განსაკუთრებული ცოდნა ჰქონდა, არც ქარიზმა, არც პოპულარული იყო საზოგადოებაში, ხალხის სიყვარულით ვერ სარგებლობდა, მოკლედ დიდი რეიტინგით ვერ გამოირჩეოდა. მაგრამ ჰქონდა ერთი თვისება, რომელსაც უგო ყველაზე მეტად აფასებდა. და ეს იყო, რა თქმა უნდა, ერთგულება. უგო ჩავესის და მისი იდეების ბოლომდე ერთგული იყო. და 2013 წელს, როდესაც ჩავესმა გარდაცვალებამდე ერს მიმართა, მადურო თავის მემკვიდრედ გამოაცხადა. მხარდამჭერებს თხოვა, რომ არჩევნებში ხმა მისთვის მიეცათ. მაშინ მადურო უდიდესი მოულოდნელობა იყო როგორც ოპოზიციური სპექტრისთვის, ასევე უშუალოდ ჩავესისტებისთვის. ჩავესის კაპიტალმა მადუროს იმავე წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მცირე უპირატესობით, თუმცა მაინც გამარჯვება და პირველი საპრეზიდენტო 6 წლიანი ვადა მოუტანა. თუმცა უნდა ითქვას, რომ არასდროს ჰქონია ხალხის ისეთი პატივისცემა, მხარდაჭერა და სიყვარული, როგორიც ჩავეს. მადურო პრეზიდენტად დანიშნვიდან მალევე დაქორწინდა, თავის ცოლს პირველი ლედის ნაცვლად პირველ თანამებრძოლს უწოდებდა და მას მნიშვნელოვან მრჩევლად მიიჩნევდა. უგო ჩავესის დროსაც არ ულხინდა ვენესუელელ ხალხს, მაგრამ ნიკოლას მადუროს დროს ქვეყანას საყოველთაო სიღარიბე მოიცვა. სოციალურ-ეკონომიკური ფონი კრიტიკულ ზღვარს მიღმა იყო და ეკონომიკა ფაქტობრივად განადგურდა. გაეროს მონაცემებით, მადუროს მმართველობის დროს 7 მილიონზე მეტი ადამიანი წავიდა ემიგრაციაში. ოჯახები შიმშილობდნენ და მეზობელ ქვეყნებში ფეხით მიგრაცია დაიწყეს. ათასობით ადამიანი მთავრობის რეალური და სავარაუდო ოპონენტი დააპატიმრეს მადუროს მმართველობის დროს. სხვადასხვა ცნობების მიხედვით, ბევრი მათგანი აწამეს. მადუროს რეპრესიული სისტემა შეეხო ყველას, ვინც წინააღმდეგობის გაწევას გაბედავდა. 2015 წლის საპარლამენტო არჩევნებში მადუროს ვენესუელას გაერთიანებულმა სოციალისტურმა პარტიამ 16 წლის შემდეგ პირველად დაკარგა კონტროლი ეროვნულ ასამბლეაზე. ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი საკანონმდებლო ორგანოს განეიტრალება გახდა საჭირო. ამიტომ 2017 წელს პროსამთავრობო დამფუძნებელი ეროვნული ასამბლეა შექმნა, რასაც უსაფრთხოების ძალებისა და სამხედროების მიერ ძალადობრივად ჩახშობილი საპროტესტო აქციები მოჰყვა. გენერალური პროკურორი ლუისა ორტეგა ერთადერთი მაღალი რანგის თანამდებობის პირი იყო, რომელიც მადუროს შიდა წრეებიდან დაუპირისპირდა. თუმცა მის წინააღმდეგობას შედეგი არ მოჰყოლია. 2017 წლის აგვისტოში ორტეგას ოფისს სამხედროები დაესხნენ თავს და საბოლოოდ ქვეყნიდან გაქცევა მოუწია, იმისთვის რომ ვერ ეცნოთ შავი პარიკი გამოიყენა. ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ადმინისტრაციის უსაფრთხოების სამსახურის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა უმკაცრესი და უპრეცედენტო მასშტაბის სანქციები მოამზადა ვენესუელასთვის. ამერიკელებს ნავთობზე დაწესებული ემბარგოთი და აქტივების გაყენვით რეჟიმის მოხრჩობა სურდათ. მიუხედავად იმ უზარმაზარი და უმძიმესი შედეგებისა, უმძიმესი ეკონომიკური შედეგებისა, რაც ამ სანქციებს ვენესუელასთვის მოყვა, მადურომ ძალაუფლება არ დათმო. მან ადამიანების უბედურებით ვაჭრობა დაიწყო. დაინახეთ რა გააკეთა. შექმნა მომარაგებისა და წარმოების ადგილობრივი კომიტეტები და ეს სოციალური კონტროლის ძლიერ მექანიზმად გამოიყენა. სისტემა ასეთი მეთოდით ფუნქციონირებდა. საკვების პირობითი განაწილება. ღარიბ ოჯახებს მიეწოდებოდათ პროდუქტების ყუთები, რომლებიც შეიცავდა ძირითად პროდუქტებს, როგორებიცაა ბრინჯი, მაკარონი, ზეთი, შაქარი და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ყუთები ყველასთვის არ იყო. მას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდით, თუ მადუროს დაუჭერდით მხარს. შემოიღეს სამშობლოს ბარათი. საკვებზე შეღავათების მისაღებად მოქალაქეებს უნდა დაესკანერებინათ თავიანთი სამშობლოს ბარათები, რაც მთავრობას საშუალებას აძლევდა თვალყური ედევნებინა თუ ვინ მიიღებდა დახმარებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საკვები გახდა პოლიტიკური იარაღი. და ნახეთ, ინფლაციისა და საკვების მწვავე დეფიციტის დროს რეჟიმმა საზოგადოების ყველაზე დაუცველ წევრებს ფაქტობრივად აიძულა, რომ მცირეოდენი საკვების სანაცვლოდ რეჟიმის მიმართ საჯაროდ მხარდაჭერა გამოეხატათ. იზოლაციაში მოქცეულ მადუროს მხარს უჭერდნენ რუსეთი, ჩინეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა.
2018 წელს დრონების გამოყენებით მისი მკვლელობა სცადეს, თუმცა გადარჩა. შეთქმულების მოწყობაში კი ჯონ ბოლტონი დაადანაშაულა. ვენესუელა, რომელიც ნავთობის მარაგით უმდიდრესი ქვეყანა, ალბათ დამეთანხმებით, რომ სწორი მართვის პირობებში მოსახლეობას ნამდვილად არ უნდა უჭირდეს და განვითარებული ქვეყანა უნდა იყოს. მაგრამ მადურომდეც, როგორც ვიცით, საკმაოდ რთული მდგომარეობა ჰქონდათ და მადუროს მმართველობის პირობებში ხომ საერთოდ მიწასთან გასწორდა ეკონომიკა. ამჟამად ვენესუელა საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსში 180 ქვეყნიდან 178 ადგილზეა. მადურომ ვერ შეძლო ეკონომიკის თავისუფალი ვარდნის შეჩერება. როგორც გითხარით, ოჯახები შიმშილობდნენ და მეზობელ ქვეყნებში ფეხით მიგრაცია დაიწყეს. დარჩენილები კი საათობით იდგნენ პირველადი მოხმარების ნივთების საყიდლად რიგში. ქუჩაში ხშირად იყო ბრძოლა ფქვილისთვის. ერთი პურის ყიდვას მილიონები სჭირდებოდა და ინფლაცია ისეთ დონეზე იყო, რომ ხელფასი იწერებოდა რიცხვებით, რომელიც კალკულატორსაც კი აბნევდა. თქვენი აზრით, რა შეიძლება გააკეთოს ხელისუფლებამ, როდესაც ქვეყანა ასეთ უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაშია? აი მე გეტყვით, რა გააკეთა ნიკოლას მადურომ. მან გადაწყვიტა ამდგარიყო და რიცხვები შეეცვალა, რაოდენ აბსურდულადაც უნდა ჟღერდეს. პირველი, ასე ვთქვათ, ქირურგიული ოპერაცია მან 2018 წელს ჩაუტარა ეკონომიკას. ვენესუელურ ვალუტას ბოლივარს ნულები მოაჭრა. კი, არ მოგესმათ, ზუსტად ასე გააკეთა. უფრო მარტივად გასაგები რომ იყოს, 1 მილიონი ბოლივარი გახდა 10 ბოლივარი, ანუ ნულები შეიკვეცა. ვალუტას კი ახალი სახელი სუვერენული ბოლივარი დაარქვეს. იბოთი დაავადებულ ადამიანს რომ კოსმეტიკური ოპერაცია გაუკეთო. დაახლოებით ასეთი რამ გააკეთა მადურომ. ამბობდა, რომ ეს იყო ახალი ეკონომიკური ერის დასაწყისი. და თუ იკითხავთ, შემდეგ რა მოხდა? კარგი არაფერი. ფასები ისევ იზრდებოდა და მალევე პროდუქტი, რომელიც 10 ბოლივარი ღირდა, კვლავ 10,000 ბოლივარი გახდა. ნულები სწრაფად ბრუნდებოდნენ და თან უფრო მეტი სიმწვავით, უფრო მეტი შურის ძიებით. მადურომ ეკონომიკის აყვავების ამ მეთოდს 2021 წელსაც მიმართა, თუმცა ამჯერად 6 ნული ჩამოაჭრა. ანუ 1 მილიონი ბოლივარი 1 ბოლივარი გახდა. თუმცა რა თქმა უნდა, არც ამჯერად გამოუღია ამას შედეგი. ეკონომიკის გაჯანსაღებას ნიკოლას მადურო მხოლოდ ამ მეთოდით არ ცდილობდა, მის რეზერვში ბევრი სხვა გენიალური იდეა იყო. როგორც გითხარით, ის უფრო სანახაობის კაცია და სჯეროდა, რომ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით ადამიანებს პრობლემებს დაავიწყებდა. კი, შიმშილსაც დაავიწყებდა. ის ამბობდა, რომ ვენესუელის ეკონომიკური კრიზისი არ არის მთავრობის ბრალი, არამედ ეს არის ეკონომიკური ომი, რომელსაც აწარმოებენ ამერიკის შეერთებული შტატები, ბიზნესმენები და ოპოზიცია. ის საჯაროდ ადანაშაულებდა სუპერმარკეტებს, ავალებდა მათ ფასების დაწევას. მაღაზიებში სამხედროები შედიოდნენ. უგო ჩავესის მსგავსად ნიკოლას მადუროც შეერთებულ შტატებს ვენესუელასთვის ყველაზე დიდ საფრთხედ მიიჩნევდა. არადა 1970-იან წლებში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ვენესუელის ურთიერთობა ისეთ მაღალ დონეზე იყო, რომ მთელ ლათინურ ამერიკას შურდა. 2018 წელს ოპოზიციურ ლიდერებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ეთქვათ. მადურო პრაქტიკულად უკონკურენტო იყო. და რა თქმა უნდა გამარჯვებულად გამოცხადდა არჩევნების შემდეგ. ამ არჩევნების შედეგები მსოფლიოს ნაწილმა არ ცნო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ნიკოლას მადუროსთვის, რომ თავისი პოლიტიკა გაეგრძელებინა და კვლავ ვენესუელას პრეზიდენტი ყოფილიყო. არჩევნებიდან რამდენიმე თვის შემდეგ მადუროს კრიტიკის ახალი ტალღა დაატყდა თავს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ის თურქეთის ერთ-ერთ რესტორანში ცნობილი შეფ მზარეულის მიერ მომზადებულ სტეიქს მიირთმევდა და ეს მაშინ ხდებოდა, როცა მის ქვეყანაში მილიონობით ადამიანი შიმშილობდა. წელს ვენესუელის პოლიტიკური კრიზისი ახალ ფაზაში შევიდა. ეროვნული ასამბლეის სპიკერმა ხუან გუაიდომ კონსტიტუციაზე დაყრდნობით თავი პრეზიდენტად გამოაცხადა.
და თქვა, რომ მადუროს მმართველობა არალეგიტიმური იყო. მას მხარი დაუჭირა შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნების ნაწილმა და ლათინური ამერიკის არაერთმა სახელმწიფომ. ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. ვენესუელაში რეალური ცვლილებების მოლოდინი გაჩნდა, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია. სამხედროები მადუროს ერთგულნი დარჩნენ. გვაიდოს არ ჰქონდა კონტროლი არც არმიაზე, არც სასამართლოზე, არც ნავთობის სექტორზე. იმედი, რომელიც საზოგადოებაში გაჩნდა, თანდათან გაცამტვერდა. რეჟიმმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ავტორიტარული სისტემა არჩევნებით ან სიმბოლური ლიდერებით იშვიათად ინგრევა. ქვეყანაში არსებული უკიდურესად რთული მდგომარეობის ფონზე მადურო მიმართავდა პროპაგანდის ათასგვარ მეთოდს და ერთ-ერთზე ახლა კი ამბობთ. ვენესუელის ხელისუფლებამ შექმნა პროპაგანდისტული ანიმაციური სერიალი, სადაც ნიკოლას მადურო წარმოდგენილია სუპერგმირად. სუპერულვაშა ზუსტად ასე ჰქვია. ეს არის კუნთიანი, უკვდავი პერსონაჟი, რომელიც სოციალისტურ სამშობლოს იცავს დასავლეთისა და შიდა მტრებისგან. ამ ანიმაციაში მტერი წარმოდგენილია იმპერიალისტად და მას ტრამპის სახე აქვს. სუპერულვაშას სუპერძალა რკინის მარცხენა მუშტია. ერთ ეპიზოდში, რომელიც COVID პანდემიის დროს გამოვიდა, ცდილობს კუბიდან, რუსეთიდან და ჩინეთიდან ვაქცინების შეტანას, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები და მადუროს მოწინააღმდეგეები ბლოკავენ. სუპერულვაშა წარმოადგენს მადუროს როგორც გმირს, რომელიც წნეხის მიუხედავად მაინც ხელისუფლებაში რჩება. ოპოზიციონერმა ხულიო ბორხესმა ამ ანიმაციურ გმირს სუპერდამანგრეველი უწოდა. გარდა იმ აზრებისა, რასაც უნერგავდნენ ამ გმირის წყალობით მოქალაქეებს, მისი მიზანი იყო, რომ ხალხს, რაც შეიძლება მეტი ესაუბრა სუპერგმირებზე, მის აბსურდულობაზე, თუნდაც გაეკრიტიკებინათ, ან უბრალოდ მასზე ჰქონოდათ ყურადღება და არა მილიონობით ემიგრანტზე, შიმშილობაზე, პოლიტპატიმრებზე. ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ რაღაც, რაც მეტად აბსურდულია, კიდევ უფრო მეტი ადამიანი საუბრობს მასზე და ეს ვიღაცებს ძალიან ადგებათ. დაუბრუნდეთ იქ, საიდანაც დავიწყეთ. იმ ჩიტთან მადუროს უგო ჩავესის სულის სახით რომ მოევლინა. ბევრისთვის ეს აბსურდი იყო, მაგრამ რაც არ უნდა საოცარი იყოს, ბევრმაც დაიჯერა. როცა საზოგადოებაში განათლების, ლოგიკური აზროვნების, განსჯის უნარის სიმწირეა, როცა საზოგადოება დაღლილია, როცა ხალხში შიშია, მითები ხშირად რეალობის აღქმის უნარს გვაკარგინებს. ზოგჯერ გვინდა კიდეც რომ აბსურდი დავიჯეროთ. წლები გავიდა, ჩიტი აღარ გამოჩენილა. დარჩა მადურო, ადამიანი, რომელიც ძალაუფლებას ებღაუჭებოდა. შიშის, შიმშილის, სანქციების, ქვეყნის ნგრევის და რეპრესიების ფონზე. ბოლოს კი ნიუ-იორკში აღმოჩნდა, ციხეში იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელსაც ვენესუელას მთავარ მტრად აცხადებდა. ხო და ასე, იცვლებიან დიქტატორები, ძალაუფლების სათავეში მყოფი პირები, იცვლება რიტორიკა, სახელები, სიმბოლოები, მაგრამ ხალხზე ზემოქმედების მეთოდები იგივე რჩება. ძალაუფლებაში მყოფი პირები საზოგადოებაში არსებულ სასწაულების მოლოდინს მათზე ზემოქმედების იარაღად აქცევენ ხოლმე. დღეისთვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ეპიზოდი, გამომიწერეთ. მადლობა თითოეული კომენტარისთვის და ლაიქისთვის და რა თქმა უნდა, მადლობა რომ მიყურეთ. მით უფრო მადლობა თუ ბოლომდე მიყურეთ. დროებით.